მეგობრებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ არა მხოლოდ იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა ვანოს, გიგის, ბაჩოს მიმართ, სხვა პოლიტპატიმრების მიმართ, არამედ ჩვენ აქ მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდე ერთხელ დავანახოთ ხელისუფლებას. ვერ გაგვტეხავენ, ვერ დაგვამარცხებენ, იმიტომ რომ ჩვენს უკან საქართველოა, იმიტომ რომ ჩვენ ის ადამიანები, ვინც ციხეებში არიან გამომწყვდეულები, უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვით, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესი საქართველო გვინდა, ჩვენ გამარჯვებული საქართველო გვინდა და არა ხულო ივანიშვილის დამონებული საქართველო. Ბიძინა, ხულო, ბიძინა, ხულო, ბიძინა, ხულო, ბიძინა, ხულო. მეგობრებო, ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ საქართველოში მომავალი ჩვენ ქვეყანას არ უწერია თუკი ვანო იქნება ციხეში. წარმოიდგინეთ, რა მომავალი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, სადაც ფირცხალავა, ვანო მერაბიშვილი, ნინო აზია ციხეში, ხოლო შკრილნიკოვი არის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული. რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, სადაც ბაჩუ ახალაი არის პატიმარი და ამ დროს ჩახალიანი არის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული. გორგაძე, შამათავა, კიდე არაერთი შემოთვლა შეიძლება არიან დღეს პატიმრობაში, ხოლო უამრავი ჯაშუში და ნაძირალა დამოგინებს გარეთ და თავს იწოდებენ პოლიტპატიმრის სტატუსით. არა, ასეთ ქვეყანას მომავალი არ ექნება. რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, სადაც უამრავი ნაძირალა არის თავისუფლებაზე, ხოლო გიგი უგულავა საპყრობილეშია. არა, ასეთ ქვეყანას არ ექნება მომავალი. გვინდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი? მაშინ ვიბრძოლოთ ფრთი თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს უკან დგას საქართველო. ჩვენ აბრძოლით არ ვიბრძვით მხოლოდ ვანოსთვის, ჩვენ აბრძოლით არ ვიბრძვით მხოლოდ ბაჩოსთვის, გიგისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მახსოვს, აქ ვიკრიბებოდით პირველი დღეები. იყო დღეები, როცა ვიღავით 50 კაცი, ვიღავით 100 კაცი. დღეს 200 ვართ, 500 არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვიყოთ 1000-ები, 10,000-ები და ეს კედლები ვერ დააკავებენ ვერავის მაშინ. ვერ დააკავებენ და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი გმირები იქნებიან თავისუფლებაზე და ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების სწორ გზაზე. მე არ მინდა დღეს ბევრი ვილაპარაკო, მხოლოდ კიდე ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას. მოგიწოდოთ თქვენ, თუმცა ამავდროულად მესმის, რომ არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ მზად ხართ ბრძოლისთვის. ჩვენ, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, თქვენ გენაცვალეთ, იმიტომ რომ უდგეხართ გმირებს გვერდით. ყველა სახელი გვინდა გიგის, ვანოს, ბაჩოს, ირაკლის და შამათავას, ნინუას, ყველას მინდა მივმართო. ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოს ხულო ივანიშვილს არ დავანებებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი უკეთესი მომავლისთვის. გაუმარჯოს ერთი აძლიერს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველო!